ივნისის ბოლო კვირას დიდი სტუმრიანობა იყო თბილისში. საქართველოს საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს მასპინძლებდა. 500-ზე მეტი დელეგატი 100-ზე მეტი ქვეყნიდან და საქართველოს როგორც ამ მიმართულებით ლიდერი მსოფლიოში. საჯარო ელექტრონული სერვისები, რომელიც საქართველოში დაინერგა და წარმატებით მუშაობს, ბევრი ქვეყნისთვის მაგალითია. ამაზე ექსკლუზიურ ინტერვიუში ლეო სიხარულიძესთან გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მისაუბრა. საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის. საქართველომ ჩვენი გული დაიპყრო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება ქართველი ერისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ყველა მონაწილეს, მათ შორის მეც, საკმაოდ დიდი მოლოდინი ჰქონდა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოლოდინი სრულად გამართდა. შესანიშნავად გვიმასპინძლეთ. ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული. ასე შეაფასა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში საჯარო სერვისების ფორუმი, რომელსაც საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა. როგორ უნდა გახდეს სახელმწიფო სერვისები უფრო სწრაფი, ეფექტიანი, ინოვაციური და მოქალაქეზე ორიენტირებული. საერთაშორისო ექსპერტები და საჯარო სექტორის ხელმძღვანელები 100-ზე მეტი ქვეყნიდან ამ საკითხებზე 3 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. სწორედ ამ კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს ნიშნულოვანი სერვისების სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მისვლის გარეშე აძლევს. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანა ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდაქმნით. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვს შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით ხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები. მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას. Minister of Georgia, thank you. როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, გაეროს საერთაშორისო ფორუმის მასპინძლად საქართველოს სწორედ ამ მიღწევების გამო შეირჩა. ეს ფორუმი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, გადაწყვეტილების მიღები პირები, ექსპერტები, სპეციალისტები მონაწილეობენ და მსჯელობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავლის საჯარო სერვისები. საქართველო, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ იქნა შერჩეული. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ბოლო პერიოდში ატარებს. განსაკუთრებით საჯარო მმართველობის სფეროში. საქართველოში ყოფნისას ვიხილეთ, როგორ წარმატებით დანერგეთ პრაქტიკაში ციფრული საჯარო სერვისები. ძალიან სასიამოვნოა საუკეთესო შესრულებული საქმის ხილვა. კარგი მაგალითია შესადარებლად და ჩვენ სახელმწიფოებში საკანონმდებლო თუ გნებავთ პრაქტიკის თვალსაზრისით ამ სიახლეების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ ის გადაგვჩენია, რომ კარგად მოგბაძოთ და შესაბამისად აღვასრულოთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს უდიდესი და წარმატებული გამოცდინების გაზიარება შეუძლია. საქართველოში ყოველთვის ძალიან გულწრფელად აფასებდნენ არსებულ გამოწვევებს და შედეგით სახეზია. თქვენი მიდგომა საჯარო სერვისების კუთხით მთელ მსოფლიოში აღიარებულია. თეორიული დისკუსიის მხარდამხარ ციფრული საჯარო სერვისების პრაქტიკაში დანერგვის მდიდარი ქართული გამოცდილების გაზიარება იყო სწორედ ის, რაც თბილისში გამართულ ფორუმს ამ ტიპის ღონისძიებებს შორის გამოარჩევდა. სწორედ ადამიანის ირგვლივ უნდა ექნებოდეს ყველა ეს სერვისი, არანაირი ფასი არ ექნება არც შენობებს, არც საუკეთესო ინფრასტრუქტურას. თუ ეს სერვისები ადამიანებზე მორგებული არ არის. კეთილდღეობის ერთ-ერთი ნაწილი არის ის, რომ სახელმწიფო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი მარტივად, ეს სერვისები იყოს ეფექტური და ეს სერვისები იყოს თანამედროვე და ინოვაციური. სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, ხოლო თავის მხრივ ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული
პროფესიონალი ადამიანებისაგან. პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია ძლიერი საჯარო ინსტიტუტები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ხიდს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. მეორე, აუცილებელია რომ გაგრძელდეს საჯარო ინსტიტუტებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, გულისხმობ ციფრულ ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს. ჩვენი ვალია რომ ტექნოლოგიური განვითარების მხარდამხარ უზრუნველყოთ შესაბამისი საჯარო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, როგორ მუშაობს საჯარო სერვისები. ნახე მობილური ჯგუფები, რომლებიც ცენტრალური დასახლებებიდან შორსაც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის ციფრული საჯარო სერვისების მიწოდებას. ეს ფენომენალურია. ადმინისტრაციული მოდერნიზაციის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინსტიტუციური წინსვლის მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევები მასპინძელმა საქართველომ 100-ზე მეტი სახელმწიფოდან ჩამოსულ 500-მდე სტუმარს გაუზიარა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი. პირველ რიგში იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს ცნობადობა, ძალიან ბევრმა მონაწილემ პირველად შეიტყო თუ რამდენად წინარი დღეს საქართველოს საჯარო სერვისების მხრივ მსოფლიოში და ბევრმა მათგანმა სხვათა შორის გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლონ და ჩვენი მაგალითი გადაიტანონ თავიანთ ქვეყნებში. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო ბევრი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და ჩვენ ერთმანეთს სწორედ ჩვენი მიღწევები, ჩვენი გამოწვევები, ჩვენი ამოცანების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეთ, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში კარგია იმისათვის, რომ ჩვენ განსაზღვროთ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო. ასეთი ფორუმები არის საუკეთესო სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებმა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, ისწავლონ ერთმანეთისგან, უკეთ გააანალიზონ საჯარო სერვისების მნიშვნელობა, უკეთ შეისწავლონ პროექტების მართვა, რომ თეორიულად ნასწავლი რეალობად აქციონ. ჩვენ საჯარო სერვისის ჯილდო გადავეცით საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას. მათ ეს დაიმსახურეს საზოგადოების საკეთილდღეოდ ინოვაციის, შემოქმედებისა, შრომისა და ჩართულობისთვის. ამ სახელმწიფოს უწყებების თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სამსახურისთვის, სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი უკვე 10 წელს ითვლის. ნდობა, რომელიც გაერო თბილისს ამ ფორუმის მასპინძლის სტატუსის მინიჭებით გამოუცხადა, კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა მოქალაქეებისთვის თანამედროვე, გამჭვირვალე, ეფექტიანი და ინკლუზიური საჯარო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით.